რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწები დასამუშავებლად უსაფრთხო აღარ არის. ასეთი მიწების შესწავლაზე, გასუფთავებასა და აღდგენაზე მუშაობს ტიფიან ლუსი, რომელიც უკრაინაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში 2023 წელს ჩავიდა. მისი სამუშაო საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს, რადგან ხშირად ის მიწები, სადაც ის ნიადაგის ნიმუშებს აგროვებს, დანაღმული ან დაბომბილი იყო. რისკებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი უბანი მდებარეობს ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრის დაშორებით. ის ცდილობს დაადგინოს ომის შედეგად რამდენად არის ნიადაგი დაბინძურებული და შეიცავს თუ არა ის ქიმიურ ნივთიერებებს. უკრაინის მთავრობა ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ისინი საომარ მდგომარეობაში არიან, ამიტომ ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. ჩვენ რისკზე მივდივართ, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის ჩვენი მისია. ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს საარსებოდ საჭირო პროდუქტი აწარმოონ და საკუთარი თავი დაიცვან. უკრაინაში ძლიერად დაბომბილი სასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასება ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ წარმოების განახლება შეძლონ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად 2023-2024 წლებში უკრაინამ 73 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო. 17,5 მილიონი ტონა მარცვლეული და მათი პროდუქტები კი ექსპორტზე გაიტანა. ეს მონაცემები 2022-2023 წლის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა ომამდელ მაჩვენებელს ჩამორჩება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინის სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება მნიშვნელოვნად დაზიანდა. ომამდე უკრაინას თვეში 6 მილიონი ტონა მარცვლეული გაჰქონდა ექსპორტზე, ხოლო უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ წარმოებულ მარცვლეულს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონი ადამიანი მოიხმარდა.